საქართველოს არ აქვს საგარეო პოლიტიკური კურსი ჩამოყალიბებული. აიღონ რომელიც გინდა გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტის, მათ შორის პარლამენტში გამოსვლები, ახლა თუ კურს არ უგდებენ, სხვა ამბავია, მაგრამ იქ ყველაფერი ჩამოყალიბებულია, მათ შორის ამერიკასთან ურთიერთობა, რუსეთთან ურთიერთობა, დასავლეთის ქვეყნებთან, ნატოსთან და ასე შემდეგ. ეხლა რა, მე თქვენი კონკრეტული კითხვა, ის დაპირებები, რომელიც არ შეასრულა რუსეთმა. უნდა ეს ბოლოს შექმნილი სიტუაცია, მე მგონი ორი პრეზიდენტის მოვალეობა იმაში უნდა გამოიხატებოდეს, რომ ჩვენ შევძლოთ ამას ამ სიტუაციას, რთულ სიტუაციას თავი გავართვათ და არ მივყვანოთ ესკალაცია დაუშვებელ დონემდე. და პოლიტიკას არ უნდა ქმნიდეს ის ხალხი, ვინც გუშინ ასე ვთქვათ, ეთერში ასე თვალსაჩინოდ ჩანდნენ და ასეთი დაუშვებელი გამონათქვამები დაუშვეს და დაუშვებელი შეფასებები.